თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ აი სრული ფიასკოს წინაშეა დასავლეთის აგენტურა ქვეყანაში. ესე იგი სრული აი გარკვეულწილად კრახი არის ყველა მიმართულებით მათ მხრიდან. აი გუშინ უყურებდი აქცია იმართებოდა პარლამენტთან და ესე იგი სულ რაღაც აი ათეულობით ადამიანი იყვნენ იქ და იმან დაწერა რა ქვია თავის სოციალურ ქსელში რამდენიმე ჟურნალისტმა ცოტანი ვართო შემოგვიერთითო ესე იგი მუხტის სასაწევად ლევან გოგიჩაიშვილი შეუვარდა პოლიციელებს და ესე დემონსტრაციულად დააკავებინა. ეხლა იცით რა ვიღაცას გონია რომ პოლიციელებს შეურაცხყოფას თუ მიაყენებს თუ გზას რო გადაკეტავ პოლიცია ამას შეხედავს ისე რომ ვითომაც არაფერი არ მომხდარა და მე ააგორეს ამბავი ხალხისთვის წამებული რაინდი ლევან გოგიჩაიშვილი იქნა დაკავებული და ეგონათ რომ ეხლა ლევან გოგიჩაიშვილის დაკავების გამო იქ ადამიანთა დიდი მასა შეიკრიბებოდა რაც სრული აბსურდია იმიტომ რომ სააკაშვილი არავის არ აინტერესებს და ლევან გოგიჩაიშვილისთვის გამო ახალ ხალხი ქუჩაში სააკაშვილი თქვენი წამებული რაინდი რომელიც არის აგერ ვივამეთში ყველას დაავიწყდა კაციშვილს არ ახსოვს და ეხლა გოგიჩაიშვილი მით უმეტეს ვის ეხსოვნება სრული ფიასკო სრული კატასტროფა და არ ვიცი აი ყოველგვარი ესე იგი აი ამორალურ ქმედებაზე წამსვლელი ძალა ნათჯალათები და მათი მომხრეები მე არ ვიცი როდემდე შეიძლება ამ ყველაფრის აი ესე ყურება მაგრამ ფაქტი ერთია რომ თავიანთი გუნდის წევრებსაც კი უკვე მობეზდათ ეს ყველაფერი რა ამათი აი ასეთი მდგომარეობაში ხილვა და ამიტომაც არის ზოგი უკრაინიდან აგინებს ამათ ზოგი მიდან ამერიკიდან აგინებს ის ფულიც რაც შეჭამეს ყველა ნანობს ხალხი რომ რატო ჩაგირიცხეთ ფულიო ეხლა დღეს გავრცელდა მედია საშუალებებში და მინდა ამას შევეხო აი იცით რა არის ჩვენ გარდა იმისა რომ ბოდიში გვაქვს მოსახდელი ჩვენს 20 ძმებთან და იმ ადამიანებთან რომლებსაც გული ვატკინეთ იმიტომ რომ რაც საკვირველია ჩვენს რაღაც ბევრ რამეში მართალი ვართ მაგრამ ტერიტორიული მთლიანობის ადგენისათვის აუცილებელი არის რომ იქნას მონანიებელი შეცდომები რაც დაუშვით მაგრამ ყველაზე მთავარია რომ ბოდიში გვაქვს მოსახდელი თავად იმ ადამიანებთან რომლებსაც გული ვატკინეთ რა იმიტომ რომ ჩვენ საერთოდ ხალხი ვართ რომლებსაც გვიყვარს წარსულში ადამიანებზე საუბარი და რომ გარდაიცვლება ადამიანი მერე ვიცით იმის დაფასება ო რა კარგი ქართველი იყო სამშობლოსთვის თავი გაწირა და ეს წარსულში ლაპარაკი ხიბლავს და ცოცხალი ადამიანების დაფასება არ გვიყვარს აი საქმე რაში ეხლა გავრცელდა თელ იმამ მედიამ აიტაცა ეს განცხადება და მეც მინდა შევეხო აი ამ განცხადებას ესე იგი უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის და ყოფილი ვარსკვლავის რომელსაც მეც ძალიან დიდი პატივისცემით ვეკიდებოდი ამ ადამიანს ანდრეი შევჩენკოს განცხადება სადაც ის ამბობს რომ ესე იგი მას დიდი ხანია ურთიერთობა არ ქონია კახი კალაძესთან და რომ ესე იგი რომ ის მისთვის აღარ არსებობს ვინაიდან უჭერს ხარს ვლადიმერ ზელენსკის და აიტაცეს ამათმა ეს ინფორმაცია რომ ესე იგი ხედავთ ხალხო რა უთქვია ესე იგი ანდრეი შევჩენკოს აი რა უნდა თქვას ანდრეი შევჩენკომ იქ როდესაც მთელი უკრაინელი ხალხი არის ტყვეობაში ზელენსკის რეჟიმისა და როგორი ბრძოლა მიდის საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ჩვენ კარგად ვიცით რა უნდა ეთქვა რომ ეხლა ჩემი მეგობარიაო რომ ეთქვა კალაძეზე მას იქვე გამოუტანდნენ განაჩეს არაერთი ადამიანი გააქრო ამ კიევის ხუნტამ ქართველი ბიზნესმენი ჟვანია ისე მოკლეს კაციშვილმა არიცის რა ვითარებაში გარდაიცვალა ეს ადამიანი შევჩენკოს დიდი დამსახურება აქვს უკრაინელი ხალხის წინაშე მაგრამ ისე გააქრობენ რამე ცოტა სხვაგვარი გადაკრულიც რო თქვას აქ ჩვენს ხელისუფლების წარმომადგენლებზე რომ არ ვიცი რა იქნება სადაც ადეიშვილი არის პროკურორის მრჩეველი სადაც ლორდ კიფანიძეა დაზვერვის სამსახურის უფროსი სადაც იქ არის საყვარელიძე შეიძლება იქ ვინმე რაღაც დადებითი დაუშვას საქართველოს ხელისუფლებაზე
რა თქვა ხა ანდრეი შევჩენკომ ურთიერთობა არ მქონიაო როგორ შეიძლება ურთიერთობა ქონდეს მას კახი კალაძეს და როცა კიევში კაცი ჭამია რეჟიმია და აღარ არსებობს ჩემთვის რომ ეს კაცმარიცის როგორ დამახინჯებულად წამოვიდა ეს ფრაზა მაგრამ ერთი რამე არის აი თქვენ რა გიხარიათ თქვენ უპატრონოებო თქვენ აი თქვენ რა გიხარიათ რომ ეხლა აი შევჩენკო არის განუყრელი მეგობარი კახი კალაძის და მთელი ცხოვრება მეგობრობდნენ და ეხლა ისეთ სიტუაცია შეექმნა რომ შევჩენკოც კი მძევალია იმ კიევის რეჟიმისა იმიტომ რომ ძალიანაც რომ აი რაღაცა სხვაგვარი თქواس იმას იქიდან გააქრობენ და შეიძლება ცოცხალიც არ დატოვოს ზელენსკი დღეს აი ამ ზელენსკის მძევალია შევჩენკოც და ყველა უკრაინელი რომლებიც იქ არიან უამრავი ადამიანი გააქრეს დაიხოცა და ვერავინ ვერ ბედავს იქ პროტესტი თქვა რო ლაპარაკობთ ამ რომ დემოკრატიის შუქურა არის ეს კიევი და უკრაინა მაინტერესებს ერთი ამდენი მედია რო გაქრა ტელევიზიები რო დაიხურა ეს არაფერზე მეტყველებს დემოკრატიის შუქურაზე და მაინტერესებს უამრავი ადამიანი რო ესე იგი მოლაპარაკებებზე ვინც მიდიოდა რუსეთთან და აი პირდაპირ ესე იგი მოლაპარაკების შემდგომ მოკლეს ის ადამიანი და გიხარიათ ეხლა რომ კალაძეზე ცოტა რაღაცა ინფორმაცია გავრცელდა თითქოს რაღაცა კალაძეზე რო ლაპარაკობთ საერთოდ პირი გამოირეცხეთ თქვენ გესმით აი მე ბოდიშე რატო დავიწყე ლაპარაკი რომ ბოდიში გვაქვს ჩვენ მოსახდელი თითეულ ჩვენთაგას პირადად და მთელ ქართულ ხალხს კახი კალაძის წინაშე იმიტომ რომ ეხლა აი რამდენიმე წუთში 35 წუთში იწყება ჩემპიონთა ლიგის თამაში სადაც ხვიჩა კვარაცხელია ითამაშებს აი ბრესტის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციაზე. ორჯერ მოიგო ამ კაცმა ჩემპიონთა თასი. იტალიის ჩემპიონი გახდა. დღეს აი ჩვენ რო გვიხარია ეს ჩვენი ფეხბურთელები რომლებიც ტოპ კლუბებში არიან, მაშინ ერთადერთი ნათელი წერტილი ამ მიმართულებით იყო კახი კალაძე, რომელიც არის ჩვენი სიამაყე. კაცი რომელსაც ნაძირალა ქართველებმა ძმა მოუკლეს სწორედ ამ კარიერის გამო. კაცმა რომელსაც მსხვერპლად შეეწირა მისი ძმა მე ვიცნობდი ანგელოზივით კარგი ბიჭი იყო ქართველი აი გეგესი ამოვნებოდა ლევან კალაძე და აი სინანულით ვიხსენებ ამ ადამიანს რომ როგორი კარგი ქართველი იყო და ამ ნაძირლებმა მოიტაცეს რომ გამოძალვა უნდა თანხების და რაღაცა და არცაცალეს რომ რაღაცა იქ რაღაცა არ ვიცი როგორ დამთავრდა ეს ყველაფერი თქვენც კარგად იცით რომ ამის გამო აი ფულის გამო რომ გუნდოდათ გამოერო მოკლეს ეს ადამიანი. კახი კალაძის აი ამ წინვალე კარიერას შეეწირა მისი ძმა. თქვენ კარგად იცი კახი კალაძე იყო რომელიც დაუპირისპირდა სააკაშვილის რეჟიმს. როდესაც 1000-ჯერ ვიმეორებ, ეთყობა ეს ხშირად უნდა გავიმეორო, იმიტომ რომ თქვენ ტვინამდე არ დადით. ზოგიერთი გოგლის რო ჭამდით და ეხა რო ლაპარაკობთ ზოგი სააკაშვილზე, აუგი ან კიდე სააკაშვილის გვერდით და ეს კაცი რა ქონდა ეხლა თავი გასაწირი. მშვენიერი კარიერა, ფინანსურად წარმატებული ადამიანი იყო და აი ამ რეჟიმს დაუპირისპირდა თავი კინაღამ გაუხეთხეს და კინაღამ მოკლეს აი აქ დევნილების დასახლებაში ბასიშვილის იმ ზონდერ ჯგუფებმა. თქვენ მაშინ სად იყავით მაინტერესებს საათ კაცმა თავის მაგალითზე აჩვენა ის კარიერის დასრულების შემდგომ ჩამოვიდა საქართველოში და დაუპირისპირდა ამ რეჟიმს და ყველაზე წარმატებული ენერგეტიკის მინისტრია რო გაივლით ამ გორში და რო ხედავთ იმ აი ამ რო ჩვენს აი ახალ გარკვეულ ენერგოსაშუალებებს რომლებიც გამოიმუშავენ ელექტროენერგიას ქარის იმაზე მაქვს საუბარი სადგურებზე ყველაზე ბევრი რაღაც გაკეთდა სწორედ კახი კალაძის პერიოდში როდესაც ის იყო ენერგეტიკის მინისტრი უსაფრთხო გარემო რომელიც არის ქალაქში შექმნილი ეხლა რაც ხდება ეხლა ეს რო თქვენ ჯოჯოხედათ აქცია ეს კალაძის ბრალი არ არის თუკი ქალაქი პარალიზებულია და ერთმანეთს ამტრევთ თაყვას ეს რა კალაძის ბრალი არის სარეკრეაციო ზონები რომელიც ამდენი სარეკრეაციო ზონა კომუნისტების დროს არ შექმნია რაც კალაძემ შექმნა უსაფრთხო ტრანსპორტი ამაში ტაქსი რო ჩაჯდებოდი ცოცხალი ვინ მიხვიდოდი თუ არა ის დანგრეული მანქანები დადიოდა და ყველა საუბრობდა რომ ვერ განახორციელებს ამ რეფორმას იმიტომ რომ დაყრიან მანქანებს ქუჩაში ეს ადამიანები და ვერ განხორციელდება ის ტაქსების რეფორმა. განახორციელა თუ არა ამ კაცმა. მახსოვს სააკაშვილმა ნაძირალამ დანგრეული ავტობუსები რო შემოიყვანა ჰოლანდიიდან და რო გიხაროდა და დღეში 10 სიუჟეტს აკეთებდით. შეადარეთ ეხლა ის ავტობუსები რომელიც დადის თბილისში და შეადარეთ სააკაშვილის ნახმარი თვითონაც ნახმარი იყო ნახმარი ავტობუსები რო ჩამოათრია თბილისში.
უამრავი რეფორმა, რომელიც არის გათვალისწინებული აგრეთვე ინფრასტრუქტურასთან ქალაქის, ის რომ გესიამოვნება, როდესაც რამ გაკეთდა ქალაქის იერსახის შესანარჩუნებლათა და რამდენი სასიკეთო რამ გაკეთდა ჩვენს ქალაქში. და მაინტერესებს რით ვერ დაიღალეთ ამ კალაძეზე ლაპარაკით და მე უთვლით რამდენი მანქანა იყიდა და რამდენი ბინა აქვს თქვენით იყიდა მაინტერესებს მის არც დაგესიზმრებოდათ იმ ხედავს გასამჯერო ქონდა იმ ტოპ კლუბებში მილანში თამაშობდა კაცი რა ვიცი მე რა წლებია და უდიდესი შემოსავლები ქონდა და თურმე რატო ყიდულობს კალაძე საათს და მანქანას არა ბიჭოს ეხლა თქვენ შეგეკითხება იმას რატო არ უთვლით უგულავავს რა იყიდა და იმას რა ქვია იმ ბანდიტ კეზერაშვილს და გაუგონარი რამ ხდება ესეთი ბოროტები რატო ხართ იყო ერთხელ თბილისში ესეთი საძმო იყო ბოროტები ერქვა ბოროტები ხართ თქვენ რა ბოროტები რა გინდათ ვერ გავიგეთ კაცმა მთელი თავის ცხოვრება შეწირა საქართველოს და ამას შეეწირა მისი ძმაც და ბოდიში გვაქვს მოსახდელი ამ კაცთან ჩვენ ბოდიში იმიტომ რომ რა გინდათ ვერ გავიგე წარმატებული მერია წარმატებული ენერგეტიკის მინისტრი და ეხლა დაატარებენ ამას რომ ვითომ რაღაცა შევჩეკო მეგობარია დიახ და იქ არის წნეხის კეჭი და რაღაც უხარიათ ეხლა რომ ისაო რა ქვია რაღაცა ცოტა გადაკრული რატო არისო და ძევალია ყველა მთელი უკრაინა არის ძევალი არ გაგიკვირდეთ რომ როგორც ბევრი ბიზნესმენი და ბევრი პოლიტიკური ფიგურა გაასაღა კიევის რეჟიმმა შევჩენკოვაც ეგბედი გაიზიაროს როგორც თუ რაღაც ისეთი ნაბიჯი გადადგა რომელიც მათ არ აწყობთ დღეს ყველა მძევალია იქა და დაატარებენ შევჩენკომ როგორ აბა რა უნდა ეთქვა ეგრე ეთქვა რომ კალაძე ჩემი ძმაკაციაო შევჩენკოს ხვალვე მიაგორებდნენ იქა სადაც საჭირო არის შეიძლება ასეთი რამე ხალხო შეიძლება გაგონილა ამნაირი რამე და პირი გამოირეცხეთ მეთქი პირი გამოირეცხეთ კაცზე რომელმაც ბევრი რამ გააკეთა ჩვენი ქალაქისათვის ასეთი წარმატებული მერი საქართველოს არ ყოლია და რაღაცა მინუსები თუ არის ეხლა ყველა ადამიანი არც ერთი ადამიანი შეუცდომელი არ არის რაღაცა თუ რაღაცა ვინც მუშაობს იმას ეშლება და ვინც არ მუშაობს ის ბოდიში და არის სახში და არაფრის გამკეთებლები არ ახარ თქვენ და ეს ფიქრობ აი ეს რაღაც ინფორმაციები რომლებიც აი ესეთი რაღაცები ვრცელდება ჩვენს აი წარმატებულ ადამიანებს ემსახურება იმას რომ არ უნდა იყოს საქართველოში ავტორიტეტული ადამიანი, რეიტინგული ადამიანი, რომ ყველა უნდა აი თვითონ როგორც სიბინძურეში არის, ყველა უნდა სიბინძურეში. რატო უნდა იყოს კალაძე ვარსკვლავი, იყოს ისიც სიბინძურეში გავრიოთ. თქვენ ბინძურო ადამიანებო თქვენა. ჯერ იმისი მეათედი გააკეთეთ, იმისი 1% გააკეთეთ, რაც კახიმ გააკეთა და მერე ილაპარაკეთ მასზე. და ეს არის უამრავი საერთაშორისო სტრუქტურის შეფასება, თუ რაც განხორციელდა აქ ამ ქალაქში. არ ვიცი მე აი როგორ შეიძლება ამ ყველაფერს აი ესე შეხედო და კაცი დადის იმითი რაღაცა Facebook live-ებს ართავს იმიტომ რომ ის გაპიარებაც და გაშუქებაც არ არის მე აი გავივლიდი მაგალითად იქ ეხლა ბოლოს ღმაღელეშთან კაცო გავივლიდი ყარდა მთელი კომუნისტების ეპოქიდან მერე შემდგომ პერიოდში ყარდა ის აი ღმაღელის მიდამოებში იქა თბილისის ზღვასთან ახლოს ტერიტორია ვერ გავივლიდი და უნიკალური პარკი გაკეთდა პარკებში ვერ გავივლიდი ამ 90-იანის შემდგომ ყველა სკვერი განხორციელდა. ყველგან გზები დაიგო. აი ჩადით ნებისმიერ პოსტსაბჭოთა სივრცის დედაქალაქში და შეადარეთ. მე თბილისი არის ვარსკვლავი მართლა ეხლა აი მოსკოვს შეიძლება და იმას ვერ შეედრება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არავის არაფრად არ ჩამოუვარდება ჩვენი დედაქალაქი. და ვის დროს შეიქმნა ეს ყველაფერი? კახი კალაძის დროს. უამრავი გზა გაკეთდა, უამრავი ინფრასტრუქტურული შენობა გაკეთდა, უამრავი საბაგირო გაკეთდა, უამრავი უსაფრთხო სისტემა შეიქმნა ქალაქში. და რა გინდათ ვერ გავიგე რა სერჩით ამ კალაძეს ვერ ხვდები რა დაგიშოვოთ ასეთი ვერ ხვდები. მაგრამ ხო ჩვენში ესე არის ჩვენში თუ ვინმე გამოირჩაო ყვავყორნებითო დაძეძგნიანო რა ეს კონსტანტინეს აქვს ნათქვამი თუ ვინმე გამოირჩა უნდა ესე იგი აი ესე დაჯიჯგნოთ უნდა შეჭამოთ შეხრათ და მერე ბედნიერები ხართ ამითი ხო ჩვენ ყავს საამაყო ხალხი და ყველა თითეული ქვეყანა გმირებს ქმნიან რაღაცა გმირებს აქცევენ და ჩვენ ვართ ხალხი რომელიც ჩვენ გმირებს თანამედროვეობის გმირებს ლაფში ვსვრით და ვებძვით მათ არ შეიძლება ესე მეგობრებო არ შეიძლება და გაუფრთხილდეთ უნდა ამ ხალხს იმიტომ რომ
ამათ მაგალითზე იზრდებოდა თაობები. მე პირადად აი კახი კალაძის თამაშებზე რო უყურებდი, აი გაფართოებული თვალებით, აი შევყურებდი ამ ყველაფერს და ძალიან ბევრი ბავშვი მაშინ და მე ახლა კი ასაკი ჩვენ ახლა კახის ძალიან ისე ჩემზე დიდი არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემთვის იყო კახი კალაძე კუმირი. ჩემთვის ახლა აი ჩემზე შეიძლება და ვიცი რომ პატარა არის ლაშა ბექაური არის ჩემთვის გმირი. ადამიანი რომელზეც უნდა გაზარდო მომავალი თაობა. აი რაღაცა სისულელეები რო არის ბილბორდებზე გამოსახული, დღეს ქალაქები აი ამ ბილბორდებზე უნდა იყოს კახი კალაძის, ლაშა ბექაურის, ლაშა ტალახაძის, გიორგი კანდელაკის გამოსახულებები, რომლებმაც უამრავი ადამიანი სწორგზაზე დააყენეს. აი მაგალითად გიორგი კანდელაკი აი რო შემოხვალ აი ვარიანში დაკუნთული ახალგაზრდობა ყველა კრივით არის დაკავებული გორის რაიონში რომ ყველა ბაძავს რომ უნდა რომ წარმატებული მოკრივე იყოს იგივე მაგალითად ბევრი ბაძავს იქ ლაშა ბექაურს იგივე სამტრედიაში ერთი მაინტერესებს რომელი ჩუქნით ბინას ერთი მაინტერესებს ყოველი აი ესეთი ტრადიცია უნიკალური აი ბევრი ეხა მე კახი კალაძეზე სიმართლე რო გითხრა ექსპრონტად ვლაპარაკობ იმდენი სიკეთე აქვს ამ კაცს გაკეთებული რომ ეხა რო დავიწყო მე მაშინ მთელი გადაცემა უნდა მიუძღვა მაინტერესებს მამუკა ხაზარაძეს მინდა ერთხელ ცხოვრებაში ბინა თუ გიჩუქებია ვინმესთვის ერთი ეკლესია მაინც თუ აგიშენებია კახი კალაძემ უნიკალური ეკლესია ააშენა სამტრედიაში და ტრადიცია აქვს რომ ყოველ ახალი წლის შემდგომ ბინას ჩუქნის იმ ცოტა გაჭირვებულ ადამიანს თქვენ ვის რა აჩუქეთ მაინტერესებს პირიქით იქით ღლიტავთ ხა ესე იგი ჭყონიას მიერ ნაჩუქარი ვინმესთვის რამე გინახიათ ან ბოდიში და ამათი ნაციონალების რა და ამის მერე გამოდიან და იმაზე რაღაცა კალაძეს შეეხებიან და ტალახაძეს შეეხებიან და იმას ბექაურს შეეხებიან